სვანეთში გემოფესტი დაბრუნდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მესტე 2 დღის განმავლობაში გასტრო ფესტივალს მასპინძლობს. სტუმრებს საშუალება აქვთ დააგებონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი სვანური კერძები. ფესტივალში 15 ადგილობრივი მეწარმე იღებს მონაწილეობას. ადგილზე მოეწყო კვებისა და აგროზონების სამეწარმეო ბაზარი და საბავშვო სივრცეები. ფესტივალის დეტალებს ნუცა კოროშინაძე გაგვაცნობს, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. ნუცა გისმენთ. დიახ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გემოფესტის პირველი დღე აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. დილიდან სეტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ვიზიტორები და მათ აქ 15-მდე მეწარმემ შესთავაზა სხვადასხვა კერძები, მათ შორის ძველი კერძების ახლებური ვარიაციები და ასევე street food-ად გარდაქმნილი კერძები. ეს მათი განცხადებით კარგი შესაძლებლობაა საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციისათვის. გემოფესტის ორგანიზატორი გახლავთ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და მათი განცხადებით ფესტივალის მთავარი მიზანი არის მეწარმეების მხარდაჭერა და ასევე შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია, რადგან მათივე განცხადებით გემოფესტს უკვე კონკრეტული შედეგები აქვს, მათ შორის გეტყვით, რომ 56 გემოელმა უკვე საკუთარი პროდუქცია ერთგვარ ბიზნესად აქცია და ეს მნიშვნელოვანია. ამ ღონისძიებას განსაკუთრებული ეკონომიკური სარგებელი მოაქვს რეგიონისთვის, ადგილობრივი მოსახლეობა ეკონომიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთვა, ბევრმა მათგანმა ბიზნესის სტაბილურ შემოსავლის წყარო და აქცია, ძალიან ბევრმა სამასპინძლო გააკეთა ან დამატებით საფესტივალო პროდუქტი, რომელსაც სხვადასხვა ფესტივალებზე იყენებს. დღეს და ხვალ იქნება გემოფესტი მესტიის ცენტრში, ასე რომ ყველას ვეპატიჟებით. უკვე მესამედ ვატარებთ სვანეთში გემოფესტს და 15 მონაწილე ყავს. აქედან 6 ახალია, რაც იმას ნიშნავს, რომ წლიდან წლამდე გემოფესტი იზრდება და მეც სიახლეს გვთავაზობთ. ჩვენ ამ ფესტივალისთვის წინასწარ 2 თვით ადრე ვიწყებთ მზადებას. ჩვენ შეფები ვერთვებით მათ გადამზადებაში, კერძების შექმნაში და რაც მთავარია, ჩვენ არ ვეხებით სვანურ ტრადიციულ ადათ-წესებს და გემოებს. ჩვენ ვქმნით ახალ გემოებს. 4 წელია სულ მოყვება ის ხალხი, რომელმაც პირველად გასინჯა ჩვენი კერძი. ძალიან მაგარი რაღაცა, ამას დიდი ემოცია არაფერი არ არის ჩვენთვის. იმიტომ რომ ჩვენ რო ვამზადებთ გულით, იმიტომ გვიხარია იქ ყველაფერი, რომ გვიფასდება. ძალიან კარგია ეს პროექტი, ეს რომ ყოველ წელს რო ტარდება, ძალიან კარგია. ვინაიდან ხდება ჩვენი ადგილობრივი პროდუქტის რეალიზება, პლუს კიდევ მომსვლელი ტურისტისთვის ძალიან გემრიელია. ჯადოსნური გემოები ყველამ უნდა ნახოს მთელს მსოფლიოში. ტურიზმისთვის ძალიან კარგი რამე არის. უბდარს ვაკეთებ, სვეცკურ უბდარს ვაკეთებ. უბრალოდ ხინკლის სომივით არის და არის ჩვეულებრივი უბდარი. შედგა თუ არა ტურისტული სეზონი, ამის ყველაზე კარგი საზომი ვიზიტორების რაოდენობაა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სვანეთი ერთ-ერთი ყველაზე მომზადებული შეხვდა ვიზიტორებს, რადგან აქ ყველაფერი მზად იყო მათთვის, ვისაც რეალი უყვარს, მათ შორის მთის ტრასები და ასევე საბაგიროები. ჩვენ ასევე შესაძლებლობა გვქონდა და ვესაუბრეთ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, მათი განცხადებით საკმაოდ დატვირთული სეზონი აქვს იანვრიდან მოყოლებული, მათ შორის აქ გამოყვეს საერთაშორისო ვიზიტორები და დღეს ასევე ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა და ვესაუბრეთ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს, მათი განცხადებით საქართველოს მთა და მათ შორის მესტიის მთა არის უნიკალური, რამაც ისინი ჩვენს ქვეყანაში დააბრუნა და რასაკვირველია, მათ ასევე ხაზგასმით აღნიშნეს ის კერძები, რომლებსაც საქართველო მათ სთავაზობს. წელს უპრეცედენტო რაოდენობა არის ვიზიტორების, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ თესნუდი დატვირთული არის, საბაგიროზე ესეთი აქტივობა მე არ მახსოვს და მიმაჩნია, რომ ეს გამოიწვია ზუსტად იმ დიდი ღონისძიებების, აი გასული 2 წელს ჩატარება, რომელიც მესტიაში კონკრეტულად თეთრუნზე იმართებოდა. სეზონი მიმედოვნებ, რომ კარგად ჩაივლის და უფრო მეტი და მეტი ხალხი დაემატება და ძალიან ბევრი ფრირაიდერი სტუმრობს უკვე და საქართველოს ნამდვილად მონიშნული არის მსოფლიო რუკაზე. ძალიან დატვირთული სეზონი გვაქვს, გადავსებული გვაქვს სასტუმროები. ასეთი ტიპის ფესტივალები კიდე განსაკუთრებულად უწყობს ხელს ტურისტის მოზიდვას. ძალიან გვიხარია, იმედია რომ კარგად გავუძლებთ ამ სეზონს. ვისურვებდით კიდე რამდენიმე ფესტივალს დავიმატებდით რეგიონში და მოკლედ ძალიან გვიხარია ყველაფერი, რა თოვლი არის, ტურისტი არის. ეს ჩემი მეორე ვიზიტია სვანეთში და მართლაც ძალიან კარგი გადაწყვეტილება. აქ არის კარგი ღვინო, კარგი ხალხი, ყველაფერი ეს ამ ფესტივალმა გააერთიანა.
საჭმელი გაქვთ გასაოცარი, ვერ ხვდები რომელი ერთი გამოვყოთ. რა კარგია ასეთი მრავალფეროვნება. სასრიალო ტრასები არის იდეალური სასრიალოდ. პირველად გასულ წელს ვიყავი და ამ საოცარმა გარემომ მე აქ დამაბრუნა. კარგი ადგილია, კარგი მთები. საჭმელზე ხომ კომენტარი არ მაქვს. ჩემი საყვარელი საჭმელი კუბდარია. სეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ფესტივალი აქტიურ ფაზაში არის, რომელიც კიდევ რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება. შესაბამისად, არც ეხლა არის გვიანი, შეგიძლიათ მოხვიდეთ და ისიამოვნოთ. ცაკარაშენაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მადლობა.